დილაშდობის სალამი ყველას. ჩამოვედი ალგეთზე. ალგეთი დამხვდა ისევ ყველამდე გადავსებული. ამ ლოკაციაზე კარგი ხანი არ ყოფილვარ. ნახოთ რა გამოვა. ბოლოს მე მგონი ტურნირის დროს ვიყავი, კი და სხვადასხვა აი 1-20 მეტრის იქით ვიდექი. და არ ვიცი რა გამოგვივა სავსე ალგეთზე. მაინც ვწდით. ისთვის ვართ მოსული, ხო ვითევზავებ მტაცებელ თევზზე ხელოვნური სატყუარებით. Так, სანამ დილის საათებია, მინდა ცოტა ყვირილა ფერია ეს, აი. ოპ, დამივარდა რა უშავს. და დავიწყოთ 3 გრამ ნახევრით. ეს იქნება კარჩხანა. და გავუყაროთ ჩვენი სიმძიმე, ესე. და მერე სატყუარა. ხიანემსიკავით ვითევზავებ. აქ როგორც ვიცი, ზაცეპი არ არის მაინც და მაინც. აი ესე გამოიყურება. ჯიგრიგი. Так, დავიწყოთ. ფრიქციონს ცოტა მოვჭიროთ. მოკლე დისტანციას ვწდი. ესე დაველოდოთ. ჩავიდა. და პირველი გატარება. პირველმა გასროლამ არ მოგვიტანა თევზი. ნახოთ შემდეგი. დავსვით პირველი ქოჩო. რამდენი გვალუტია ბიჭო. აბა დაგვენახე. ეგ ერთი და მრავალი, წადი. ახლოვშივე აიღო პრინციპში. მინდა შორს გასროლა. რა უცუ. აქ რო არა მაქვს საშენო საჭმელი. არა მაქვს არაფერი შენი. თევზი რო დავიჭირო არ ამგონია შეჭამა. თან ხორჭილა. ზემოთ თუ ამოყვები, მანქანაში მაქვს რაღაცები და მოგცემ. Так, მე მგონი გადავალ ახლა სხვა ადგილას.
ის ერთი ცალი იდგა და დავიჭირე. მეტი არ არის. შენ მაწვალებ ხო ამდენი ხანია. რა გინდოდა? წადი. დიახ. ეს დაიწყე. როცა ნაზად იღებს რა არის? ძალიან ნაზად იღებს. არ არის ისეთი აგრესიული ან აქტიური როგორც უნდა იყოს ხოლმე. და აქვე დგას რა, შორს არ დგას ქორჭილა. Oddio. Ricordi? Saçşeytana, ha? Gamodi. არის მორიგი პატარა. ხო არ გაძლო. ძალიან სუბუქად უნდა. სად არის დიდი ზომები? წადი დაუძახე. ჩვენ გვინდა დიდი ზომები. ესეთი ფორმის კარაბი თუ კი ბორჩხალა მოსწონს. აი გუნდებათ არ დგას რა, აი ალაგ-ალაგ დავდივარ ერთ წერტილში დავიჭერ ერთ თევზს, გადავდივარ. აი რამოდენიმე რო იდგეს ერთ წერტილში არა, თითო დგას. გადმოვედი ისევ სხვა ადგილას. ვცდილობ ვიპოვო გუნდი, სადაც ორზე მეტი მაინც იდგეს თევზი. ჯერჯერობით არ ჩანს, თითო-ორ-ორად. თითქოს რაღაც ძალიან პატარა ჩარტყმები, ანუ აგრესიული არ არის. ნახე რას აკეთებს.
ხორჩი რა. დავამთავრე იქ სადაც იყავი. მე ხორჭილა გავიდა იმ ადგილიდან ჩართმებიც აღარ იყო. ახლა ამოვედი ცოტა შევისვენებ და გადავალ აი იქით დამბარუარი. მეორე ჯოხს ავაწყობს ამორმიშკე და ვნახოთ შუა ფენაში თუ დგას პატარა ხორჭილა. ძალიან დაცხა. ესეთი დღე რა გამოდის რა. წყალი რომ მომატებულია, მაინც პასიურობს. არ არის იმ რაოდენობის ხორჭილა ნაპირთან, რომ გამოხდება ის რამე. აბადოდ იქი. გადმოვედი დამბისკენ. ავიღე მეორე ჯოხი სამარმიშკო. აქ მაქვს 1 გრამის სიმძიმე. წავიდა. ნახოთ სიღრმე რა აქვს. დაეცა. საკმაოდ ქვიანი ადგილია. ამიტომ ოფსეთური დავაყენე და 1 გრამი. მარტივად გაძრევს ქვებს შორის. მთავარია თევზი იდგეს. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს თევზი გათიშეს. ახლა აქ რო არ იდგეს ხორჭილა. ავ იდგეს და არ იღებს საკუ არა. გადაჯიშდა რა არ ვიცი. კაცებლის ინსტინქტი დაკარგული აქვს. აზრი არა გაჩენებას. დავაყენე. მოყურედი პატარა არ ვიცი რა ეტაკა. გადაემართა ხორჭილას, მაგრამ შეგრძნება თითქოს აი სამ კაცებლის ინსტინქტი ეკარგება. არ ვიცი. არ აქვს ისეთი შეტევები ადრე რო ქონდა. არ ვიცი წყლის ბრალია ან დონე რო არის ესე მომატებული. დღე კაი გამოვიდა, უბრალოდ დილა. დილით ცოტა ვიჭირე. სუფთა ჰაერი ძალიან მაგარი ამინდი, ეხლა კი ცოტა დაცხა. ულამაზესი ბუნება და მოკლედ დილა შედგა რა. წავალ ახლა მე ჩემს საქმეებზე და შევხვდებით მომავალ თევზაობაზე. გავვრცელდით ერთმანეთს, ჭამრთლად ბედნიერად. დროებით.